მოგესალმებით ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო, გუშინ მოვახერხე ვიდეოც ჩაწერა, რადგან აქ გასამჯობებელი მქონდა ტანსაცმელები, რაღაცეები და დღის ბოლოს ისე დავიღალე, რომ არაფრის თავი არ მქონდა. და იმდენი ვიძინე. შუაღამეს კი გამეხვითა, მაგრამ მე ისევ გავაგრძელე ძილი. და ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ წინა ვიდეოს გაგრძელება თემით საიდუმლო კოსმოსური პროგრამა აპირებს ადამიანების გაგზავნას დედამიწის ფარგლებს მიღმა, თუმცა ადამიანები დიდი ხანია იქ იგზავნება. ბავშვებიც ახლა არ ვიცი ამჟამად რა სიტუაცია, მაგრამ იყო დრო, როდესაც ხალხს იტაცებდნენ დედამიწაზე, შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ დედამიწა დაიღუპა და იქ ცხოვრება არა სიცოცხლე არა, ამიტომ ჭირდება რაღაც დრო, რომ იქ აღდგეს სიცოცხლე, რომ ხალხმა არ იფიქროს დედამიწაზე. ეს იგივე წესია, როგორც ჩვენ აქ დაბადებულებს გვიშლიან მეხსიერებას, რომ ჩვენ კონცენტრირება მოვახდინოთ მხოლოდ აქაურ ცხოვრებაზე და ჩვენი მისია და ამოცანები შევასრულოთ. მას დავიწყოთ. უпростоრად გავაგრძელოთ. ჩვენ შევჩერდით გიტლერზე, რომელიც იყო დაინტერესებული ამ მისტიკური და ეგზოტერიკული ამბებით, თუ მან ომი დაიწყო იმისნით, რომ დაბატონებოდა მთელ მსოფლიოს, შემდეგ მას ინტერესები შეეცვალა და პირველ ადგილზე ის აყენებდა ამ მისტიკურ და ეზოთერიკულ საკითხებს. როგორც გითხარით, ის ეძებდა არტეფაქტებს, კარიბჭეებს, სხვა სამყაროებში გასასვლელებს, აგრეთვე ბევრ რამეს. ის კი არა, ტიბეტშიც იყო და მაშინდელმა ლამამ მას რაღაც საიდუმლო ინფორმაცია გადასცა. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. მე ვახსენე ატოლიტები. ეს ერთ-ერთი უცხოპლანეტელების ნაირსახეობა. ატოლიტებმა ჰიტლერს გადასცეს ნამდვილად რაღაც ტექნოლოგიები, მაგრამ სინამდვილეში პიროვნება ვილენსი ვილენსის მეშვეობით მათ ბევრი რამე მიიღეს იაპონური საზოგადოების განვლით. ისინი იყენებდნენ ბანკირს, ხო, ეს გავიმეორე მე მგონი, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რადგან მეორე ვიდეოს დასაწყისია, რომ ეს ვილენსი თავის ხარჯზე გადაებირა, რადგან ის იმ მომენტში იჯდა ციხეში ღალატის გამო. ნაცისტებმა მათ ჩაუნერგეს, რომ ნეგრიტანული რასა იყო დაბალი დონის, ამიტომ ეს პიროვნება, ეს ვილენსი ფანატიკურად იყო სუფთა თეთრი რასის მომხრე. მან იცოდა, რადგან თეთრმა შექმნეს ეს ყველაფერი, რაც შექმნეს. უმეტესად ჩვენში თეთრი, ასე ვთქვათ, ახლა ამჟამად თეთრი რასას უფეს, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რომ იყო დრო, როდესაც დედამიწაზე პირველი ადამიანები იყვნენ შავი რასის წარმომადგენლები. და კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ მიშელ დემარკეს წიგნიდან, სადაც ტაო ეუბნება მიშელ დემარკეს, რომ პირველი მობინადრეები დედამიწაზე იყვნენ შავი ფერის წარმომადგენლები და ყვითელი ფერის წარმომადგენლები, ანუ ბაკარატინელები, სადაც ცხოვრობდნენ შავი ფერის ხალხი და ყვითელი ფერის ხალხი, ანუ
ახლა ჩვენთან რო უწოდებენ აზიატელებს, სულთა აზიატელები არიან იქედან. სულთა აზიატელი არის ყვითელი ფერის. ეთიოპიელებსაც აქვს ზოგიერთ ყვითელი ფერის და მე ერთხელ თქვენ გახსენეთ, რომ თქვენთან ვახსენე, რომ როდესაც მე მამაჩემმა გადმომიყვანა გალში, როდესაც გამოართვა დედაჩემ ჩემი თავი, როდესაც გაცილდნენ მაგის შემდეგ და გადმომიყვანა გალში, მე სულ ხვდებოდა ყვითელი ფერის ადამიანები. ახლა არა, მომისმინეთ, არა. სხვადასხვა არ გამიგოთ. სულთა მეგრელები, სულთა სისხლის მეგრელები, ყველა ვინც მე შეხვდა გალში, გალის რაიონში, მე გულისხმობ ახალგაზრდებს არა. ძალიან მოხუცებულებს. ახლა ბევრმა შეიძლება იგიც თქვას, მზეზე მუშაობამ სახეს ფერი, კანის ფერი შეუცვალაო. ლურჯი მიიღო, რუჯი უფრო სწორად, რუჯი მიიღო, მაგრამ რუჯი სულ სხვა. რუჯი სულ სხვა. მე სულ მიკვირდა, რატომ არიან ეს ბაბუები და ბებიები ასეთი მუქი მოყვითალო ფერის. მოყავისფროც კი შეიძლება. ჩვენთან ერთ მეზობელი ცხოვრობდა ქალი, რომელიც შავი კალოშკის ფერი თითქმის იყო და ხა ერთი ბიჭი თეთრი დაიბადა, თეთრი კანი და ბიჭი და გოგო დაებადა მუქი ფერის კანი და ხა ზანგს არ გაბლარიან, მაგრამ დედის ფერი მიიღეს. და ის ქალი იყო აი გეგონებოდა ზაგნარევი ვიღაცა მის ჯიშჯილაში იყო ვიღაცა ზაგი ან ეფიოპელი. ამიტომ არ გაგიკვირდეთ. თქვენ არ შეხვედრიათ ასეთი ხალხი და მე შემხვდა. ხშირად ხდებოდა ბავშვობაში. ხო და ამდაგორად იყო საქმე, ეს ბაკრატინი, ამ ბაკრატინზე პლანეტა ბაკრატინზე ეს პლანეტა იღუპებოდა და ამათმა გადაწყვიტენ, ვისაც შეეძლო პლანეტიდან წამოსვლა. იქ დარჩა მხოლოდ მოხუცები და ავადმყოფები. და წამოვიდნენ იქ ბაკრატინზე აფროს არ უწოდებდნენ მაგათ, იმიტომ რომ იქ აფრიკასაც იყო. შავი ფერის რასა და ყვითელი ფერის რასა არასდროს ერიოდა ერთმანეთს. პირველად მოხდა მათი შერევა დედამიწაზე. პირველად და ამიტომ თუ გაქვთ ნანახი ფოტოები ინდიელებისა, მაგალითად იქ სადაც იმ ტერიტორიაზე სადაც ცხოვრობენ აგრეთვე ჩინელები, უпроსტად აზიატელის მაგვარი ადამიანები და ინდიელები, მაგალითად ბევრი ნალები ინდიელები და აზიატებს შორის არის ცეილონზე, შრი-ლანკაზე და საერთოდ ამიტომ დაუმუთხა მიშელ დემარკეს, რომ პირველი მობინადრეები იყვნენ შავი რასის წარმომადგენლები და ყვითელი რასის წარმომადგენლები. ახლა თანამედროვე ჩინელები ყველა გათეთრა, თორე ნამდვილი სულთა ჩინელი იყო ყვითელი ფერის. და ასევე გიტლერის დროს გამეფდა წარმოდგენა, რომ შავი რასის წარმომადგენლები არ იყვნენ კარგები. სხვათა შორის პერუნი მე მაქვს ამოწერილი 1-2 თავი დამრჩა პერუნის კანონები და იქ წერია იქ სლავიანებს ღმერთი ველესი უბრძანებს, რომ არ შეერივნენ შავ რასას, რადგან არ შელახონ თეთრი რასის წარმომადგენლები, ანუ არა, არ შელახონ თეთრი რასის სისხლი. და ვიფიქრე ახლა მე, გიტლერსაც ხომ ასეთი წარმოდგენა ჰქონდა, გიტლერიც ხომ მასეთ რაღაცებს გადაგედა, რომ თეთრი რასა ყველაზე მაღლა დგას, ხო? ყველა რასებზე მაღლა. მე მგონია აქედან გიტლერს ხომ ყველაფერი აქვს წაკითხული. მე მგონია ეს რაღაც დონით რაღაცით მაინც იქნება
ამასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ტექსტები ხომ დარჩა, ტექსტები ხომ არ განადგურებულა ბევრი ტექსტები და ეს იაპონელი წარმომადგენელი, რომელიც ღალატის გამო ციხეში ისდა, მაგას გაუკეთებენ ვერ ბობკა და მან დაიწყო ამის აგიტაცია, რომ თეთრები არიან დგან არიან მაღალ დონეზე. თუმცა თავის თავს თეთრად არ მიიჩნევდა. მე მგონია ეს ვერნერი ფონ ბრაუნი უბრალოდ ვილენსი ვილენსი კი არა, ბევრი მისი თანამზრახველები, რომლებიც ათვლიდნენ თავის თავს თეთრი რასის წარმომადგენლად, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ რა ფერის კანი ჰქონდათ. ნეგროიდულ წარმომადგენელს ზოგიერთს არ აინტერესებდა, რომ მათ ჰქონდათ შავი ფერის კანი. მაინც ხარს უჭერდნენ თეთრ რასას. ეს შეუძლებელია, ხო? ადრე იყო სიაში კიდევ სხვა უცხო პლანეტელების წარმომადგენლები, მაგრამ მაგათმა ამოშალენ წარმომადგენლები, რომლებიც ეკუთვნოდნენ ET პირველს. პირველ ადგილზე არიან ტრინოიდები, კლონირებული ვერსია, რომლებაც მიუერთდნენ 1000 წლების შემდეგ მათ. ტრინოიდები. თავიდან ისინი იყვნენ ირენას სისტემიდან, როგორც კი არ უნდა უარყონ მაგათმა, მაგრამ ისინი უკვე არ არიან, მაგრამ არის კლონირებული ვერსია, მეორე ვერსია, რომლებიც განსხვავდებიან თავისი პირადი იდეებით, მაგრამ ეს არის სულ სხვა ისტორია. მე არ ვიცი მაგათმა რა ჩაიფიქრესო, მაგრამ მაგათმა გადაწყვეტესო, რომ შექმნიდნენ კარგ კონტროლირებად ვერსიას. შემდეგ გამოჩნდნენ CD3-ის წარმომადგენლები გიპლოიდი. ეს გიპლოიდები, ანუ შეიძლება წარმოთქვა როგორც გეპლოიდები, არიან ისინი, რომლებიც არიან ნახევრად რეპტილოიდები, ნახევრად ინტექსოიდები, მაპატიეთ. ნახევრად რეპტილოიდები, ნახევრად ინსექტოიდები. ამიტომ მათ დაარქვეს გეპლოიდები. ან გიპლოიდები, ან გეპლოიდები. ანუ ნახევრად რეპტილია, ნახევრად ინსექტოიდები. ისინი იყვნენ ძალიან მაღლები, 2 სანტიმეტრი მეტრამდე, მაგრამ იყვნენ ძალიან ბოროტები. ეს იყო შეცდომა სისტემა ET2-ში. მათ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. მთელი CBC-ა, რომელიც შეადგინეს სინამდვილეში შეიცავდა არხეოიდებს, ტრონულოიდებს, გიპლოიდებს და კიდევ ბევრ ვინმეს. ახლა ყველას ვერ გავიხსენებო, ამბობს სტუმარი ჩარლზ მიხელი, რაღაც სასწაულის აქვს კვარი. მათ ეს არ უნდა გაეკეთებიათო. ამ სიაში დარჩაო 3 პუნქტი. ესე იგი, წარმომადგენლები CB პირველისა არიან არახნოიდები,
წარმომადგენლები CB2-ისა არიან კვადროიდები და წარმომადგენლები CB3-ისა არიან იპოროიდები და წარმომადგენლები CB4-ისა არიან ჩერნოლოიდები, ანუ შავლოიდები. პირდაპირ ბუკვალურად რომ გადათარგმნო, რადგან ჩორნე ეს რუსულიდან რომ გადავთარგმნო ნიშნავს შავს და პლოიდები, ან გლოიდები. ესე იგი, შავი ლოიდები. ხო, ეს სამი დატვირთვა ჯერ კიდევ სიაში არსებობს. ფიქრობ, რომ ისინი ამ სიაშიც ახაც არიან, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ისინი წარმოადგენენ საშიშროებას. ისინი არიან უბრალოდ დაკვირვების სიაში. ხო, და რაც ახლა მე ვთქვიო, ისინი ამას აუცილებლად მოусვენენო. მე ახლა თქვენ მოგიყვებითო უფრო მეტ დეტალებს. მაგათმა, ესე იგი, მოიცილეს ED პირველი სიიდან და კონტრაქტი მათთან დაკავშირებული ჭეშმარიტ ტექნოლოგიებთან არის, ანუ მათი კონტრაქტი დაფუძნებულია ჭეშმარიტ ტექნოლოგიებზე, ნამდვილ არსებულ ტექნოლოგიებზე. და მათი დრო ამოიტურა 2024 წელს. აქ არის კიდევ ერთი ჯგუფი, ერთი სახეობა უცხო პლანეტელებისა. თქვენ ერთხელ გამოაქვეყნეთო ფოტო ადამიანისა, მამაკაცისა, სიმაღლით 10 ფუტი, ჩვეულებრივ ქუჩის ტანსაცმელში და თქვენ თქვით, რომ ეს არის უცხო პლანეტელენი, არამიწიერი ჰუმანოიდი და რა შეგიძლიათო თქვენ ამ ფოტოზე თქმაო, კითხა ერთ-ერთმა წამყვანმა. იგენი ეს ადამიანიო, ეს მამაკაცი არ გავსო ნორდიქს, ჩვეულებრივ ნორდიქს. შეიძლება ის E4-დან იყვნენ, მაგრამ ისინი არ არიანო ადამიანების შექმნელები. ნიბერუდა. წამყვანი მეთქი, სტუმარი პასუხობს, რომ ადამიანის მაგვარი უცხო პლანეტელები ძალიან გავრცელებული არიანო დედამიწაზე. ჩვენ გალაქტიკაში მე არ შემიძლიაო ყველაზე საუბარი, მაგრამ ჩვენთან ხალხი უფრო ხდებაო ხშირად, მათ აქვენო მოწითალო კანი, მოოქროვისფერო კანი. როდესაც მე ვამბობ შავ კანზე, მე არ გულისხმობ აფრო-ამერიკელებსო. მე გულისხმობო შავ ფერსო. როგორც შავ მინასო. არიან აგრეთვე ადამიანები წითელი კანით, როგორც მე თქვი, მაგრამ არიან აგრეთვე სხვა ფერის კანით. ამიტომ MJ12 ეს არის რასა. ისინი არიან შორეული ვარსკვლავური სისტემიდან და ეს კონკრეტული სახეობა მე არ მახსოვს მათი დანიშნულება, მაგრამ ეს არის ყველაფერი. მე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვაო. სადღაც ოციანის რაიონში, მაგრამ არა სინამდვილეში უფრო მოახლოებული 10-დან, იმიტომ რომ პირველად ჩვენ შევედითო კონტაქტში ამ სახეობასთან 1956 წელს. ეს იყო ახლო, ასე ვთქვათ, სისტემა E10. სადღაც ამ მიახლოებით ამ რიცხვი. რას აკეთებენ ისინი დედამიწაზე? კითხა ერთ-ერთმა წამყვანმა. და ვინ გადაიღო ეს ფოტო? თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია? სტუმარი პასუხობს, დიახო. მე დავასახელიო ადამიანი, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო. და თქვენ გაქვთო ეს ინფორმაცია ახლა, ხელთახლოს. კიო, მაქვს და მე თქვენ ახლა მაგათ ამ ფოტოს გადმოგიგზავნითო.
ოღონდ მე მისი სახელი სახელს ვერ წარმოვთქვანო. ის სახელი იწყება ასოსუდა. მე შევეცდებიო მისი სახელი ასოებით წარმოვთქვაო, მაგრამ ვეძებო ჩემ ჩანაწერებს, რომ არასწორი ინფორმაცია არ მოგაწოდოთო, მაგრამ ის პიროვნება, რომელმაც ეს ფოტო გააკეთა, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო, შემდეგ დადო ეს ფოტო შვეიცარიულ ბანკში, სეიფში. იქ მას აქვს ყველა ნეგატივები შენახული. ნეგატივი მე რას გულისხმობ, ეს ნეგატიური რეაქცია ენერგიას კი არ გულისხმობ, ნეგატივები, გახსოვთ შაბთისა ჩვენ დროს რომ იყო ლენტიანი ფოტოაპარატები, ხო აი ეს ნეგატივები ყველა შენახული აქვს ბანკში. ამას ქვია, ამას უწოდებენ ნეგატივებს. არსებობს აგრეთვე ციფრული, არ ვიცი ციფრულს თუ აქვს, მაგრამ ციფრული კომპიუტერში ინახება. არა, ლენტა იგულისხმება ნეგატივა. ლენტის ნეგატივები ეს. საიდანაც უნდა დაბეჭდო შემდეგ. ეს არის ჩემი ბიძია ჩარი. ეს პიროვნება, რომელიც ფოტოზე არისო, აღბეჭდილი სინამდვილეში არისო, ნამდვილი უცხოპლანეტელი სიმაღლით 2 მეტრი და 77 სანტიმეტრი. ჩვენ გავეცანით ერთმანეთს 1956 წელს და თქვენ გინდათ რომ იცოდეთ თუ რატომ არისო ის აქ. ის მონაწილეობდა პროგრამაში W56 და იყო ერთ-ერთი მათი ხელმძღვანელი. WS 200-ა და ვიქტორია გამარჯვების ხალხმერთი. 56 წელი ეს ის წელია, როდესაც ამერიკაში ადრე დაიწყო სტარტი 50 წლების დასაწყისში იტალიაში და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რაიონში ციმბირში ანუ სამ ქვეყანასთან თანაშრომლობდა ეს პიროვნება, ეს უცხოპლანეტელი. და ეს MJ 50 პროგრამაში W56, 100W და 56. მე არ ვიცი ხა როგორ უნდა იკითხებოდეს. და ეს პიროვნება, ანუ ეს პროგრამა თანამშრომლობდა სამ ქვეყანასთან, ამერიკასთან, იტალიასთან, საბჭოთა კავშირთან, მაგრამ იყო არჩეული ერთ-ერთი რეგიონი ციმბირი. ხო, თქვენ იცითო გაგიგუნიათო საქმე მაკაზიზე. ნებისმიერი სიტყვა, რომელიც ნიშნავს მეგობრობას, უწოდებდნენ ქრისტეში. ანუ და ის პიროვნება, რომელმაც ეს ფოტო გააკეთა, ის როგორც გითხარითო, მას ინახავდა შვეიცარიულ ბანკში სეიფში. და ის არისო შვეიცარიის მოქალაქე, ვისაც ეკუთვნისო ეს ფოტო. მას უწოდებდნენო მისტერ ჩინი, ან იტალიაში მას უწოდებდნენო დიმპერატრიო. რაღაც ამდაგვარათო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არისო, რომ მას უნდოდა გადაღება სავარძლის და დანარჩენი ნაწილი მანქნისა, რომელსაც ის დადიოდა და დამშტარიყო იატაკზე, რომ არ გამოსულიყო ისეთი მაღალი, როგორც არის სინამდვილეში. რატომ და მე მგონია ეს კაცი ჩააჯინეს მანქანაში და მანქანა რო არ გეხრდა თავით, სიდენები ყველაფერი აიღეს მანქნიდან და დააჯინეს იატაკზე, მანქნის იატაკზე. და ეს კაცი, ეს უცხოპლანეტელი ზირსო, უცხოპლანეტელი მანქანაში და იყურება ფანჯერაში. ხალხს წარმოდგენას კი არ აქვს, რომ სავარძლები ამოღებულია და ეს კაცი ზის მანქნის ფუნდამენტზე რა. და მთელი იტალია ასე მოიარა იმ უცხოპლანეტელმა. და არქივებშიო აგრეთვე არისო ნახსენები ისტორია, სადაც მოხსენებულია ტიმოტი უდა ერთ-ერთ წიგნში.
მე გამიკვირდა ეს ისტორია მათ რომ შემოინახესო. და მონათხრობი ამ ბიჭისა იყო დოკუმენტირებული. მე არ ვიციო მან კიდევ ვის მოუყვაო ამის შესახებ, მაგრამ ტიმატი გუდამდე მან მოყვა ეს ისტორია, როდესაც ვიღაც მასთან გასაუბრებას ატარებდა. და ეს მისტერ კინი, ეს უცხოპლანეტელი ჯდებოდა იატაკზე სამზარეულოში იმისთვის, რომ ეჭამა მაგიდასთან. იმიტომ რომ ისეთი მაღალი იყო, რომ ვერ შეჭამდა სკამზე დამშრალი, იატაკზე იჯდა და ასე ჯდებოდა მაგიდას. და როდესაც ის იატაკზე ჯდებოდა, მისი სახე ვინც იჯდა ამ მაგიდასთან, მათ სახეებთან ერთ დონეზე დგებოდა. და ერთხელ მისი ცოლი, ამ კაცის ცოლი, ვინც გადაიღო ფოტო, დაბრუნდა სახლში დროზე ადრე, და როდესაც ეს კაცი ნახა, კინახა მწვანეზე გადერია ქალი. მან კითხა, რა არისო ეს? შენ რას ამ არსებასთან რას საქმე გასო, რას საკეთებო? მათ შეეძლოთ ალმასების შექმნა და სხვა ძვირფასი ქვების შექმნა სურვილის სამებრ. წარმოიდგინეთ, თქვენ იღებთ ბრილიანტად, წარმოიდგინეთ, რომ მას ქმნით თქვენ ხელში. შემდეგ ფიქრობთ იმაზე, რომ ამას გააკეთებდით რამდენიმე წუთში, ხო? წარმოიდგინეთ, თქვენ უბრალოდ მას აყრეთ მიწას, ქვებს, ღილაკს უჭერთ და ერთ წუთში ან ორ წუთში თქვენ წინ ჩნდება ერთი დიდი ბრილიანტი. არ გაგიკვირდეთ, აქ ეს კაცი გულისხმობს, არსებობს ასეთი ყუთები, არის საჭმლის ყუთი, სადაც საჭმელი შეგიძლია დაბეჭდო, არის ავეჯის გასაკეთებელი დიდი ყუთები და არ გაგიკვირდეთ და მეორე სამამულო ომის დროს ჩამოტანილი იყო დედამიწაზე, გიტლერს ჩამოუტანეს დიდი უზარმაზარი ყუთი, სადაც ბეჭდავდნენ ტანკებს. წარმოიდგინეთ, ხო, რამდენ ტანკს ანადგურებდნენ და ხალხი ვერ ხვდებოდა ახალი ტანკები საიდან მოდიოდა. შეერაღებას უბეჭდავდნენ გიტლერს. და ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდა, ხალხს უხდიდნენ ფულს, რადგან ეს პროგრამა იყო სამოქალაქო პროგრამა. ქვეყნის მთავრობა მოგვიანებით ჩაერია თურმე. ხო, ამდაგვარად ყველაფერს დაბეჭდა შეიძლება დამავიწყდა რეპლიკატორები გამახსენდა. რეპლიკატორები ეწოდება ამ ყუთებს. საჭმლის რეპლიკატორი ტელევიზორის ხელა, ძველებური ტელევიზორები რომ იყო, ხო ვიცით? საბჭოთა კავშირის დროს, იმ ხელა. ნებისმიერი ძვირფას ქვებს ქმნიდნენ, გინდა ოქრო ყოფილიყო, გინდა ბრილიანტი, გინდა ვერცხლი, ნებისმიერ და სხვათა შორის ეს ყველაფერი დიდი ხანი უკვე დედამიწაზე არის, ოღონდ ხალხს ჯერ არ აჩვენებენ. ნელ-ნელა ფილმების დახმარებით დიდი ხანია გვამზადებდნენ ჩვენ და ბევრი ფილმები 80-იან წლებში გადაღებული, 90-იან წლებში გადაღებული. მე ამ ფილმებს შვილებისგვარად არ უშვებდი არც ერთ საინტერესო ფილმს, არც ერთ ფანტასტიკურ ფილმს. მამაჩემი ვერ უყურებდა ამ ფილმებს. არ ვიცი რატო. მე კი ყველა ფანტასტიკურ ფილმს უყურებდი, რასაკვირველია, მე ბევრი რამე არ მეცმოდა იმ დროს, მაგრამ ახლა იმ ფილმებს, რომელიც მე ნანახი მყავს, ხო, ახსენებს რომელიმე წამყვანი. ხელად ეს ფილმი მახსენდება, იმიტომ რომ ნანახი მაქვს. და უკვე ხვდები რაზე საუბარი. წამყვანი ეკითხება, რა სიტყვითო ანტარქტიდაზე? რა ხდებაო დღეს ანტარქტიდაში? სტუმარი პასუხობს, რომ ანტარქტიდა ეს არის ერთადერთი ადგილი,
სადაც ცდომა აკრძალულია და სადაც MG12-ის წარმომადგენლებისთვისაც აკრძალულია ცდომა. ეს არისო წმინდა ადგილი. როდესაც მოხდება ინსცენირებული შემოჭრა, არადა ეს იქნება ერთ-ერთი გარანტირებული უსაფრთხო ზონაო. სინამდვილეში ინსცენირებული შემოჭრა არ იქნება. ხო ხედავთ, მე გამიკვირდა ამ სტუმარმა ეს რო თქვა. სინამდვილეში ინსცენირებული შემოჭრა როგორ მოხდება ხალხო? კი, უნდათ მოახდინონ, უნდათ ეს გააკეთოს შეგვეცეული მთავრობის ნარჩენმა, თითქოს შემოიჭრა უცხო პლანეტელები დაიწყებენ სრულად სინამდვილეში ეს იქნებიან ისინი მიწიერი ხალხი, დედამიწელები, რომლებიც მოაწყობენ მასიურ სროლას, რომ დაიღუპოს ხალხი და ხალხი პანიკაში, ხალხი ჩავარდეს პანიკაში და შემდეგ იგივე ჩრდილო სახელმწიფოს სთხოვოს დახმარება. ხალხო არ დაიჯეროთ. უცხო პლანეტელები დიდი ხანია დედამიწაზე არსებობდნენ, ისინი ჩვენ გაჩენამდეც არსებობდნენ აქ საქმიანობდნენ, ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ახლა აქ არიან. და თუ გუნიათ 8 მილიონი მართლა ჩვენ ვართ ადამიანები ცდებით. 8 მილიონი თუ მილიარდი შერეულად ყველა უცხო პლანეტელების წარმომადგენლებთან ერთად ვიქნებით ალბათորեն. ადამიანები, სულ ადამიანები ჩვენ არა ვართ აქ ამდენი. არა ვართ. ხო, ესე იგი ანტარქტიდას ინახავს სიღრმისეული სახელმწიფო მისთვის თავის გადასარჩენად, მაგრამ რატო ამბობს ამას ეს ჩარლი, ეს სტუმარი? მე მიკვირს, იმიტომ რომ ჩრდილოვანი სახელმწიფოს მომხრე რო იყოს, ბიჭები წამყვანები ამ კაცს აქ მესამედ უკვე არ მოიწვევდნენ. მეოთხეჯერ, მესამედ კი არა. ხო და MG დაჯგუფებას MG12, რომლის ხელმძღვანელია ეს უცხო პლანეტელი, რომელზეც საუბრობდა ეს სტუმარი ამ შოუსი. ამ კომპანიას, ამ უცხო პლანეტელის კომპანიას MG12 იურისდიქციაც კი არ გააჩნია ანტარქტიდაში. არც ადრე გააჩნდა. ორი ბაზიდან, რომლებიც არიან განლაგებული ქვევით, ატლანტიკი იმყოფება შუაში. და ორი ბაზა, რომლებიც ქვევით არიან განლაგებული, ეკუთვნიან ლირიანერებს. იქ შეუძლია ნებისმიერ შევიდეს და გამოვიდეს. ეს ბაზა, შემდეგ მიდის მეორე ბაზა და მაგის შემდეგ მიდის ბაზა, რომელიც ეკუთვნის რეპტილოიდებს. ეს ის რეპტილოიდური ბაზა, მაგრამ რეპტილოიდები ახლა იქ არ არიანო იმ ბაზაზე, განაგონი მაქვს მე ერთ-ერთი წყაროდან და ეს ის ბაზა, სადაც იმალებოდნენ გამოყოფილი გერმანული ნაწილი იმ გერმანელებისა, რომლებიც გამოიყვნენ თავიანთ ერს მეორე სამამულო მსოფლიო ომის დროს და გაიქცნენ ჯერ ანტარქტიდაში. გიტლერიც რო გაიქცა, მას გაყვნენ ნაწილი გერმანელებისა, ნაწილი ფაშისტებისა, ნაწილი რომელიც არ ეკუთვნოდა არცეთ არ უჭერდნენ ხარს ომს, მაგრამ არ უნდათ ტექნოლოგიები ჩავარდნოდათ, ისინიც გაიქცნენ. მარია გვარი დამავიწყა. მარია დამავიწყა გვარი. მე რომ ხშირად ვახსენებ ხოლმე. იგიც ანტარქტიდაში გაიქცა. და შემდეგ იქიდან გიტლერიო გაიქცაო არგენტინაში. ხო, ეს იყო მეოთხე რეიხი. კოსმოსში რომ გაძლიერდნენ, იქ მეხუთე რეიხი შექმნეს. მე მაქვს ვიდეო ერთი გადათარგმნილი იოჰან ფრიცის სტუმრობდა ჯეიმს რინგს და იქ იოჰან ფრიცი ყვება თუ რამდენი რეიხი არსებობდა სინამდვილეში და რა შეარაღებას იყენებდნენ. სხვადასხვა ეს ჯეიმს რინგი მოკლეს სკალარული იარაღით, ისევე როგორც მოკლეს
დევიდ უკოკი და ბევრი სხვა. მათ აქვთ ამ გერმანელებს ქონდათ აგრეთვე კონტაქტები ბრაზილიაში. ამიტომ ბრაზილია თავის თვითმფრინავებს აშენებს თავის ტერიტორიაზე, რაღაც მიზეზით ისინი აკეთებენ ამას თავის ტერიტორიაზე და ჩვენ ხელში ჩავიგდეთ ერთ-ერთი მათი თვითმფრინავი, ეს იყო F4 ბაბაზარის სინამდვილეში და იქ იყო აგრეთვე ნაცისტური ხომალდი. არა, სინამდვილეში ისინი ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული. მაგრამ ანტარქტიდაში არის რეპტილოიდების ბაზა, პლეიადენელების ბაზა და ამ ყველაფრის ცენტრში მდებარეობს ის, რასაც უწოდებენ ატლანტიდის საკარგო ქალაქს, რომელიც ჩაიჯრა ატლანტიდის პერიოდის დროს. ეს ისტორია იყო გადიდებული, მაგრამ ეს ისტორია სინამდვილეს ექვემდებარება. როდესაც პოლიციებმა ადგილები შეიცვალეს, ეს არ იყო თანდათანობითი, ასე ვთქვათ, შეცვლა, ეს მოხდა სწრაფად, პოლიციებმა ადგილი სწრაფად შეიცვალეს და ეს მოხდა, როდესაც ბოლიდი მოვიდა ახლოს დედამიწასთან 13 წლის უკან და ამან შეცვალა პოლიციები უცებვე და ამან მოიყვანა იქამდე, რომ მაშინ რაც იყო შელფური ყინული სამხრეთ პოლუსში აიწია ზევით, შემდეგ დაიწია უცებ ქვევით და ჩავარდა ოკეანეში და შექმნა დიდი ტალღა, რომელმაც დაფარა დედამიწა, თითქმის მთელი დედამიწა. შემდეგ ყინულმა დაიწყო განძრევა, გაცურვა, დადნობა და განაწილდა რაღაც ნაწილებად, მონაკვეთებად და გადაიქცა წყლად. ოდესღაც არსებობდა კონტინენტი, რომელიც იყო ტროპიკული, რომლის კერძზე მდებარეობდა სამხრეთ პოლუსი, შემდეგ მასზე გაჩნდა ყინული და მასთან ერთად ახალი წყალიც, რომელიც იყო ამ კერძზე გაიყინა გარშემო. ამიტომ თუ თქვენ ჩაუხმავდებით სამხრეთ ამერიკულ კონტინენტს, სამხრეთ ამერიკულ ანტარქტიდულ ყინულს, თქვენ შეამჩნევთ სხვადასხვა დონეებს, თქვენ იქ იპოვით სხვადასხვა მთებს, რომლებიც გაიყინა სხვადასხვა დროს და ეს შეიძლება მიახლოებით იყოს 30,000 წლის უკან. ამიტომ ან ზოგი გაყინული ყინულის ასაკი შეიძლება ვარირებდეს 10,000 წლამდე. შენ გაიგებ ამას, თუ შეძლებ ნამდვილად დააკვირდე ყველაფერს, გაიარო გარშემო და თუ გაგიმართლა აღმოჩნდები საჭირო ადგილებში, მაგრამ იციო სამწუხაროდ მეფული არ ამათო, რომ იქ წავიყვანო ჩემი ბრიგადა და ბურღვა ჩავატარო 1 წლის განმავლობაში. მე შევაგროვებდიო იქ სხვადასხვა ნიმუშებს და ვაჩვენებდიო ხალხს, მაგრამ მე ვიციო, რომ ეს სიმართლეაო და ნივთობრივი მტკიცებულებები, რომლის გამოყენება შეუძლიაო ხალხს და რომლის დამტკიცება მე შემიძლიაო, თუ მოვიპოვიო ეს მტკიცებულებები. და ატლანტიდა მიახლოებით იმყოფებოდა ამ კონტინენტზე. აი ამ ქალაქებში ცხოვრობდა რეპტილოიდები, რომლებიც იყვნენ ადამიანების კლონები და როდესაც მოვიდა ეს ტალღა ცუნამი, დავარქვათ ასე, ახალმა პარტიზანებმა იცოდნენ, რომ ის ტალღა უახლოვდებოდა მათ, მაგრამ მაგათმა არ უთხრეს ამის შესახებ რეპტილოიდებს, რადგან რეპტილოიდები მათ უკვე ყავდათ მობეზრებული და ატლანტიდა იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც რეპტილოიდებს საერთო ნებადართული ჰქონდათ იყოფნა მიწის ქვეშ.
მაგათმა შეყარეს ეს რეპტილოიდები მიწის ქვეშ და უთხრეს მათ, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთ ქალაქში დარჩნენ. დანარჩენი ყველაფერი დაუნგრიეს. და ეს იყო ძალიან განვითარებული ქალაქი. მაგრამ იქ ცხოვრობდა ადამიანების კლონები. იქ აგრეთვე იყვნენ ადამიანების კლონები და მათ მისცენ ნება იქ დაიჭირათ ეს ხალხი, ეს კლონები, რეპტილოიდებს. და მოხდა ისე, რომ სამხრეთ პოლისი აღმოჩნდა ამ რეგიონის ქვეშ და ყინული დაიტბორა მეთქი, მაპატიეთ, ყინული გაიყინა. წყალი გაიყინა და გახდა ყინული. და მაშინ ლატერიანული ბაზა, რომელმაც ის გააჩინეს თავისი ბაზა ამ ადგილთან ახლოს, შემდეგ ინდიანური ბაზა, რომელიც არის ეს კონტინენტი და რომელიც ახლა აღმოჩნდა ქტის ქვეშ, ყინულოვანი ადგილის ქვეშ, ისინი იყენებენ, ალბათ რა იცით, მე ვფიქრობ, რომ ლატერიანული პირველად მესმის, ალბათ ლირიანებს გულისხმობენ, ან ინდიანური, კარგი, ამას გავარკვევ ახლა მე. და ისინი იყენებენ ტექნოლოგიას, როდესაც უნდათო ტუნელის გათხრა, აქ თუ იქ. და დიდ დროსაც არ ართმევს, დიდი დროც არ უნდა, თუ გაქვს ტექნოლოგია, ძალიან მალე გათხრი ტუნელს. ეს არის ტექნოლოგია ნაწილაკების დამაჩქარებელი ტექნოლოგია, ანუ რუსულად რომ ვთქვათ, ტექნოლოგია пучкового ускорителя частиц. ესე იგი იგივე ლაზერებია, ოღონდ სხვა დონეზე. ჩვენც გვაქვს ახლა ასეთი ტექნოლოგია, მაგრამ მისი არსი იმაში შედგებაო, რომ пучковой ускоритель частиц, пучок. ანუ გროვითი სხივი გამოდის ლაზერივით იარაღიდან დაგროვილი რამდენიმე ლაზერული სხივი. ამიტომ ეწოდება რუსულად пучковой ускоритель частиц. და თუ ამ ტექნოლოგიას გამოიყენებ, იდეალურად გაკეთდება მაღალ დონეზე ყველაფერი. ყველაფერი აკურატულად და სულთად. და არ შეგეშინდება არც ჩამონგრევაზე და არც არაფერზე. და ატლანტიდა ისევ რჩება გაცოცხლებულ ქალაქად. ეს ატლანტიდა არისო ჯერჯერობით რეპტილოიდების ხელისუფლების ქვეშ, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს ახალი ვიდეოა და ისმაილ პერესის ვიდეოების ახალი იყო, რაც მე თქვენ წარმოგიდგინეთ, აქვს იქ ისმაილ პერესს აქვს ნათქვამი, რომ ერთდროული გაწმენდა მიდისო მიწისქვეშა ტუნელებისაო, მაგრამ არისო კიდევ ადგილები დარჩენილი, სადაც ჯერ კიდევ არიანო რეპტილოიდები და სხვა ჩვენი მტრები, მაგრამ ნუ თუ ანტარქტიდას სანამ ჩრდილოვანი სახელმწიფო არსებობს, მათი ნარჩენი მაინც ბევრ ადგილს ვერ მიუდგებიან. ჯერ ჩრდილოვანი სახელმწიფო უნდა ჩამოვარდეს საბოლოოდ. მაგრამო იქ ახლა მხოლოდ რეპტილოიდები არ ბინადრობენო. ასე რომ ამიტომ შეიძლებაო მოისმინო ისტორიები რეპტილოიდებზე, რომლებიც ხანდახან გამოდიანო გამოქვაბულებიდან, რადგან იქ ისინი ბევრნი არიანო. მის მიუხედავად, რომ ნიბირუ ჯერ კიდევ არსებობსო, ისინი მიეჩვენენო იქ ცხოვრებას და რჩებიანო თავის ბაზაზე მიწის ქვეშ
მათ შეუძლიათო სიარული ხალხში და ისინი გაბარიანო ორფეხა ხმენოიდებს. გონიერი ვერსია კამელეონებისა ისინი წარმოადგენენ ხამელეონების გონიერ ვერსიას, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ძილში შევიდნენ როგორ დაცვათი მექანიზმი, მათ შეუძლიათ შეწყმა არსებასთან, რომელიც გავს ადამიანს. ამიტომ ისინი არიან ორფეხა მინოიდები. მაგრამ ისინი ადამიანები არ არიან. შეიძლება მათ უწოდო მაქციები, თუმცა მაქციებამდე შორს არიან. მე არ მომწონს ეს სიტყვა, რადგან ისინი არ იცვლიანო ფორმას. ისინი უბრალოდ იცვლიანო კანისფერს, მაქცია ფორმას იცლის და ისინი იცვლიანო კანისფერს, ამიტომ რადგან უკეთესი ტერმინი ვერ მოიფიქრეს, მათ დაარქვეს მაქციები, მაგრამ ფორმას არ იცვლიან, მხოლოდ კანისფერს და ფორმა აქვენ ადამიანური. მათ შეუძლიათ შეიცვალონ კანისფერი ისე, რომ დაესგასონ ადამიანურ სფეროს და მათ მე ადამიანისგან ვერ გარჩევენ, თუ არ იციან, რომ ისინი არ არიან ადამიანები. 80-იანი წლების შუიდან შეიძლება 80-იანი წლების დასასრულიდანაც სადღაც 88-87 წლიდან შეიძლება ითქვას 86 წლიდანაც მათ არ შეუძლიათ ჩვენ მთავრობაში ჩანერგვა. ჩვენ მოვძებნეთ, ჩვენ ვიპოვეთ ერთ-ერთი მათგანი, ის მუშაობდა სამხრეთ რაზვედკაში, რასა რო ვამბობ. ეს ვინც ჩვენ ვიპოვეთო მუშაობდაო სამხედრო რაზვედკაში, იყო რეპტილოიდის ადამიანის ჰიბრიდი, მუშაობდა შპიონად, პირდაპირ რომ ვთქვათ, რეპტილოიდების სასარგებლოდ და ეკავა ძალიან მაღალი რანგი. ამ კაცს ჰქონდა რამდენიმე ჩინი სამხედრო რაზვედკაში და ჩვენ ის გამოვიჭირეთ. შემდეგ ჩვენ შემომუშავეთ ტესტი ყველა მათთვის, ვინც არ არის ადამიანი, ანუ ყველა კლონირებულისთვის. თუ თქვენი გენები ძალიან სუფთა და თუ თქვენ არ ცხოვრობდით ეს წლები მათთან და ჩვენ მედ შემოწმების დახმარებით მათ ვამოწმებთ, მათ ვიღებთ სისხლს, ვინც სამხედრო სამსახურში მოდის, მათ უღებენ სისხლს და როდესაც თქვენ იწყებთ მუშაობას სამთავრობო სამუშაოზე და ან დაგაყენებენ რამე სამთავრობო სახელმძღვანელო რანგზე, მათ აქვენ ეკრანები და ექიმი, რომელიც იღებს სისხლს, წარმოდგენა არ აქვს ეს როგორ მუშაობს. იმიტომ რომ ეს რაღაც პატარა ნაწილია და ის აღნიშნულია სისტემაში და თქვენ უცებვე წაგიყვანენ, უცებვე მიხდებიან თქვენ ადამიანი ხართ თუ არა, ამიტომ ის მაგათმა უკვე მიატიენ სამხედრო, ანუ მიატიენ ჯარში და საერთო მთავრობებში მუშაობა და არც ცდილობენ ეს ადგილები დაიკავონ. მაგრამ ამ საქმიანობით ისინი დიდი ხანი იყვნენ დაკავებულები. ჩვენ უბრალოდ გადაწყვეტეთ სიტუაციას თვალყური ვადევნოთ და საუბარი იმაზე, რომ ისინი გადაიქცევიან ადამიანებად და პრეზიდენტების არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას,
ამაზე საუბარი არ არის. არც კი შეიძლება იყოს. ხო. თანა წამყვანმა კითხა არონს, იგიც წამყვანია, ორი წამყვანი ყავს ამ შულს, კითხა. არონ, შენა არ გავსოს შეკითხები როგორ არა უპასუხა თავის თანაწამყვანს არონმა. ქვეყანა შეკითხვა მაქვსო. ესე იგი ჩვენში არსებობენო დადიანო უცხოპლანეტელები, რომლებიც გამოიყურებიან ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ თლად ჩვენ არ გავარიანო, მაგრამ ბრბოში მაინც შეუძლია თუ დაიმალონო და რაღაც მომენტში ეს ხომ შეიძლებაო გაიხსნასო და როგორ შეიძლება ისინი გამოიყურებოდნენ იქნებიანო თუ ეს ინფორმაცია გაიხსნაო. სტუმარი ეუბნება, მართალიაო ეს ძალიან კარგი შეკითხვაო. და მადლობაო რომ თქვენ შემეკითხეთო. რაც ეხებაო ინფორმაციის გახსნას, მე უკვე თქვენ გითხარით ერთი წლის უკან, რომ ეს იქნება უცრუ გახსნა. საქმე იმაშიაო თუ როგორ მეაწოდებენ ხალხს ამ ვერსიებს. დაიწყებაო პროცესი გალაქტიკურ სინათლის ფედერაციაში შესვლა და იქ ყველაფერი გამოაშკარავდებაო, ეს მოხდებაო 2027 წლის შემდეგ. სადღაც მეახლოებით 2028 წლისთვის. ან შეიძლება ეს მოხდესო 2027 წლის ოქტომბერში. ბევრი იქნება ცნობილი, მაგ დროისთვის ბევრი რამე მოხდებაო. და როდესაც ამას ეს გაიყვევაო, ყველაფერი იქნებაო მოწოდებული ისე თითქოს ჩვენ ეს ვიცოდითო, მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვეთო. ანუ ხელს მოგვახოცებენ. მაგრამ ჩვენ ვერ ვიხდით თურმე. ჩვენ ვართ გალაქტიკური ფედერაციის ნაწილი. და გალაქტიკის წარმომადგენლები დაგვეხმარებიან ამ სიტყვის მოცილებაში, რადგან მე მithქვამს, როდესაც ყოფილი დაიწყო, რომ და ეს ყველაფერი ახლა ხდება. ისინი გეტყვიან, თქვენ რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, მაგრამ არიციან საიდან გაჩნდნენ უცხოპლანეტელები. ისინი აპირებენ თქმას, რომ ხალხს არ აქვენ ისეთ ტექნოლოგიები, როგორც აქვენ უცხოპლანეტელებს, ამიტომ ისინი წარმოადგენენო საფრთხეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყოველი შემთხვევისთვის. ამას ჩააგონებენო ხალხს. მაგრამ არის აგრეთვე იმის დამოწმება, რომ ისინი არიან სხვა განზომილებებიდან. ასე, აქედან გამომდინარე, მე მივხვდი, რომ ხალხს მაინც არ ეტყვიან ბოლომდე სიმართლეს თავიდან, შეეცდებიან ცრუ ინფორმაცია მიაცდინონ, ანუ თლად სიმართლე არ უთხრან ხალხს, შეეცდებიან გაალამაზონ, ან იგივე ჩვენ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ ვხედავდით, ვიცოდით, რომ უცხოპლანეტელი არსებობდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ მივხვდით, რა იყო საქმე თითქოს, ხო? მაგრამ ტრამპმა იცისო თუ რა უნდა თქვასო. ის უბრალოდ ელოდებაო იმ მომენტს, როდესაც მას ეწყიანო თუ როდის უნდა გააკეთოსო ეს. მაგისგან არაო ყველაფერი დამოკიდებული. მაგრამ ტექსტი მის მაგალითად არისო დაწერილი. მე არ გამიკვირდება თუ ის ტექსტები, რასაც მან გიყვება, მისი დაწერილი არ არისო. და იმის შემდეგო, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდაო, ის ამას გააკეთებსო. მე არ ვირკვევიო პოლიტიკაში, მე არა ვარ რესპუბლიკანელი, მე არა ვარ დემოკრატი, მე არა ვარ შურიანი. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობო. ეს ინფორმაცია ჩემი პოლიტიკის გახმა არისო. ჩემი მეუღლე არისო კონსერვატორი, რესპუბლიკანელი. მე პატივცემო ნებისმიერ მხარეს და ყველას, ვინც იმყოფებაო პოლიტიკური სპექტრის ცენტრში, მაგრამ გამიგეთო, როდესაც მე საუბრობ ტრამპზე, ის რის თვალსაც მე ვაპირებო, ამას არ აქვს არანაირი კავშირი პოლიტიკასთან. კი, იმასაც ისაუბრებენ, რომ დემოკრატები
დემოკრატებს ძულსო ტრამპი ან რომ ისინი არიანო რესპუბლიკანელები და ძულანო ბაიდენი ძულთო ბაიდენი მაგრამ ტრამპს არანაირი კავშირი არ აქვს ამ თემასთან საქმე იმაში კი არა რომ დონალდ ტრამპიაო არა საქმე იმაში არის რომ ის არისო ამერიკის პრეზიდენტი ის არისო დროებითი თანამშრომელი მას ეუბნებიანო რა უნდა გააკეთო იმას აკეთებსო რადგან ამას ეუბნებიანო და როდესაც საქმე ეხებაო შიდა საკითხებს ის აკეთებსო იმას რაც უნდაო მაგრამ მასეთიაო მისი ნატურა მაგრამ როდესაც საქმე ეხებაო საერთაშორისო საკითხებს მას მიუთითებენო თუ რა გააკეთოსო როდესაც ამას აკეთებენო ეგრეთ წოდებული მრჩევლები რომლებიც სინამდვილეში არიანო ამ მაგი ყური ჯგუფის MJ12-ის წევრები როგორც იყო ეს ესახაურის პერიოდის დროს და ისინი მიმართავენ ტრამპს საჭირო ასე ვთქვათ რუსულში ამ დროებით თანამშრომლებს არ აქვთ 100%-იანი ძალა აქვთ იმათ ვინცაც უკავია საციცოცხლო თანამდებობები მაგალითად თერეულ სამეცნიერო რაზმის მართვის დირექტორი ამდაგვარი თანამდებობები თუ უკავია ხო თელი სისხლის მანძილზე ზუსტად იქნახავთ თქვენ მეექვსე ჯგუფს და ცველეს მთელი ამ ინფორმაციისა იყავითო ყურადღებით როდესაც ხალხი იწყებენო პოლიტიზირებას რამე თემის ინფორმაციის გახსნის თემის და საუბარს თუ ტრამპი ამას არ აქვეყნებს მე კი ამას გამოვაქვეყნებ ტრამპი არ გამოაქვეყნებს არაფერს სანამ მას არ უბდანებენ და გამოაქვეყნებს ზუსტად იმდენს რამდენის გამოქვეყნების უფლებას მას მიცემენ როგორც საქმე არის კოსმოსურ ძალებთან დაკავშირებით ტრამპს არ შეუქმნია კოსმოსური ძალები მან შექმნა კოსმოსური ძალების სამოქალაქო ვერსია კოსმოსური ძალები ეს არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამა ეს საიდუმლო კოსმოსური პროგრამა იყო შექმნილი 1971 წელს ვიხარის ადმინისტრაციის დროს და ტრონოლოიდების შემოჭრა ამერიკული ხომალდის ტრაბის ხრიდან აი ამიტომ როგორც მე გითხარით პრეზიდენტები აკეთებენ იმას რასაც მათ უტოდებენ მეც ამას გეუბნებით რომ არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტს არ აქვს ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი თავის ჭკუაზე ვერ წაიყვანს სახელმწიფოს ასევე საქმე ჩვენ საქართველოშიც მით უმეტეს პატარა ქვეყნები ყურს უგდებენ იმას თუ რას ეუბნებიან მაგათ ზევიდან არა ჩემო კარგებო პუტინის ჭკუაზე სახელმწიფოს ხელისუფლება არ დადის არა ჩემო კარგებო იმათ აქ კავშირი იმ ხალხთან რომლებიც კარნახობს სოფლიოს რა გააკეთო და რა არა ამ შემთხვევაში ეს არის MJ12 ეს კარგი ძალაა არა ჩtildeონის სახელმწიფო ახლა არ ჩtildeონმა სახელმწიფომ დაკარგა ძალა მაგრამ რაღაც ნაწილი ძალაუფლებისა ჯერ კიდევ შემორჩა ამიტომ უთხილდებიან რომ არ მიცენ საბაბი იმისთვის რომ ჩtildeონის სახელმწიფომ მესამე მსოფლიო ომი წამოიწყო და ისინი ვინც ავრცელებენ თუ ინფორმაციას რომ მესამე მსოფლიო ომი გადაუვალია მათ არ დაუჯეროთ ეს უნდა ჩtildeონის სახელმწიფოს და ისევე სააკაშვილს მე წავიდით ახლა ინფორმაცია Google-ზე რომ თურმე რისის გაუბრაზდა ევროკავშირი საქართველოს იმიტომ რომ საქართველოს ვარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე რუსეთთან აფხაზეთი და ოსეთის ხრიდან ეშესომა დაუშვა ერთხელ უკვე სააკაშვილმა დაუშვა და იმასა რომ გეუბნებით ვინ შეაკავა პუტინი რომ თბილისი არ გაესწორა მიწასთან როგორ ფიქრობთ თქვენ განაპოტი შეეშინდა არა შეაჩერა იმ ძალამ მაშინდელმა ძალამ ამასა რომ გეუბნებით ხალხო
ყველაფერი შეიძლება მოსაგვარებადია ყველაფერი, მაგრამ ომის გზით არა. მე ამის მომხრე ვარ, მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ყველაფერი. თავარია ომი არ იყოს. უფრო ახალ ინფორმაციას გეტყვით. ახალი არა ეს დიდი ხანია მე ამ ვიდეოს მოვუსვინე. აფხაზეთის ერთ-ერთმა ასე თქვათ პარლამენტის წევრმა თქვა რატომ ისენ თურმე გალის სოფლის მოსახლეობას აფხაზეთში იცხოვრონ ერისწყალამდე. ერისწყალის შემდეგ იწყება აფხაზისა ტყვარჩელის ტერიტორია. აჩიგვარა კოხორა პირველი გალი შეტანილია ტყვარჩელის რაიონში. შეერთებული უпростоრად ტყვარჩელის რაიონს. და დაწყებული ერისწყალიდან გალი და სოფლები ინგურამდე ქალაქ გალს ეკუთვნის. და ამ პარლამენტის დეპუტატმა თქვა, წევრმა დეპუტატმა კი არა, რომ მეგრელებიო, ჩვენ თვალის ხედვაში უნდა იყვნენო ყოველთვის, რომ თუ რამე მოხდაო, ეს ხალხი შევაგროვოთო და როგორ დაცვათი ფარა წინ დავიყენოთო, თუ რამე მოხდაო. შეიძლება ბევრი ნაწყენია, რომ გალი ჩააბარესო უბრძოლველად. და ის კი რა, ჩემზე კიდე იყო ესა ხუხეშად მელაპარაკა სოხვრიდან გამოქცეულმა დევნილებმა. სუჯუნაში ვიყავით იმ დროს. თქვენო ჩააბარეთო გალი უბრძოლველად, ხო, მაგრამ იმ ხალხს ავიწყდებათ, რომ მაშინ იყო სამოქალაქო ომი, პრეზიდენტ გამსახურდიას ხალხს შორის და შევარდნაძის იოსელიანის ხალხს შორის მიდიოდა ომი, ხო? და უბრალო ხალხს ვინ ეკითხებოდა, თქვენ იცით რა ქნეს? ვინ იყო მაშინ? დათო შენგელია თუ ვინ? გადაკეტეს და აყენეს ხალხი ხიდეზე და ხალხს არ მიცნეს საშუალება გაქცეულიყვნენ. თავზე ეშველათ საკუთარი თავებისთვის. და ჩხრიკვა დაიწყეს, სოხუმი და მომდგარია ხალხი ისა ჯარები მოდიან საცა აიღებენ გალს, აიღებენ ხიდეს და ხელოვნურად შექმნეს, ხელოვნურად მთელი რიგი, რომ ხალხი არ გადავიდეს. ესე იგი მათ უნდათ ამ ხალხის დაღუპვა, ხო? და უბრალო ხალხს ვინ ეკითხებოდა რამეს, მითხარით. მე ახალი მოსული ვიყავი რუსეთიდან, იქ სწავლობდი საერთანოზე. და ერთი წლის მოსული ვიყავი, ისე განვერბით ომი რო დაიწყო. და ამასა რო გეუბნებით ხალხო, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, სანამ მივლიან, სანამ აიღებენ სოხუმს, მთელი გალის რაიონი, მთელი ზუგდიდის მიმდებარე სოფლები იგურთან, რაც კი სოფლებია, ყველა დაზარავდება, განადგურდება. ახლა ვერწმუნეთ, ამ ომს არავინ დაუშვებს, არავინ. კი ახლა ქაოსი მიმდის, ქაოსი, იმიტომ რომ წვრილ დონეზე მე ბევრჯერ მომიყვია თქვენთვის რა ხდება წვრილ დონეზე, თუნდაც ის შემოჭრა სხვა რეალობიდან გერმანელებისა, ფაშისტებისა, თუნდაც ის ომი რაც ახლა გრძელდება, მიმდინარეობს დღესაც ასტრალში, ეს ყველაფერი გამოისახება ფიზიკურ დონეზე ხალხო. ამიტომ ჩვენი კარგი ფიქრებით, ჩვენ დედამიწაზე, ჩვენ ორიგინალურ პოზიტიურ ხაზზე, ჩვენ უნდა ყვებოთ. ხო? მცენარე, აიღეთ ოთახის მცენარე. თქვენ თუ ამ მცენარეს რომ წყალთ იმ მომენტში, წყევლებს წყევლას დაუწყებთ ამ მცენარეზე თან მორწყავთ და არ შეარგებთ იმ წყალს, თუ რა გონიათ, მცენარე არ გახმება? გახმება და როგორ გახმება?
იმიტომ რომ ჩვენი ემოციურ ნაკადს გრძნობს ყველა და ყველაფერი. მაგალითად ხანდახან ხო გავდივარ გზაზე ან დევნთა კომიტეტში მივდივარ ან კიბებზე ჩავდივარ ხანდახან ბაზარში რომ შევდივარ იქან ერთი ავიძაღლია მე დამინახავს ჩემ ჯოღს და ერთხელ წინაღამ მიკმინა და ასეთი შემთხვევა იყო ამოვდიოდი მიწისქვეშა გადასასვლელია ბაზარ და ალიანს შორის ხო ხალხი იქიდან ამოდის ზევით ან მოშორებით იქე და აქეთ ონ მანძილი დიდი მანძილი უნდა გაიარო პეშხონი პერიოდია და ამ გადმოსასვლელში ამოვდივარ ხო და ჩამოდის ძაღლი ახლა მე შიში არ ამას ძაღლების მიმართ იმიტომ რომ ძაღლები გრძნობენ ვის ეშინია მათი და ვის არა და თუ შიშს არ ანახებ ძაღლს ის არ გიკმეს ახლა თქვათ გაცოფებული და ავიძაღლი თუ არა და ახლა მიყურებს ეს ძაღლი მე ვდგავარ არ მინდა ჯოხის მე მისი კი არ შემეშინდა ახლა ცოტათი თითქოს და ისეთნაირად მიყურებ და ახლა არ მიგინოს მეთქი თქვი მაგრამ თავს მოვერიე და მე უფრო იმისი შემეშინდა ჯოხის არ შეეშინდეს და არ მიკმინოს დგავარ ახლა და ვუყურებ ამ ძაღლს ვეფერები რა ქნა ამ ძაღლმა წარმოიდგინეთ რა გააკეთა მოიწია ჩემთან მახო დაინახა აი ძაღლიო თქვი მე მივხვდი მას უნდა ჩემი დაცვა მახომ დაინახა მე რო ჯოხი მეკავა კარგახანს მიყურა ამ ძაღლმა მეც უყურებდი და ველაპარაკებოდი თბილად მიყურა მოიწია ჩემსკენ თავი დამადო ფეხზე ოღონდ ბარძახზე მუხლისევით ასე დამადო თავი ასე თითქოს და დამიცვა და ხალხს დაუხრინა ამასო ახლოს არ გაეკაროთო წარმოიდგინეთ უცხო ძაღლმა მერე მივხვდი რომ მან დამინახა მე ჯოხით რო ვიდექი ალბათ იფიქრა ეს საჩუჩრებას არ წარმოადგენსო და პირიქით მომუნდა ჩემი დაცვა ხალხო და კიდევ მეორე შემთხვევა ახლა რომ მიდიხარ და მოდიხარ ძაღლები აყვებიან ერთმანეთს და გიღებენ მაგრამ მე არ შევშინდები უბრალოდ ვესაუბრები თილა რაღაც ხო ხელა დაწყდებიან კი ახლა ზოგი არ დაწყდება მე ცოტა ხანი იყებს და მაღაზიასთან იწვა ერთი ძაღლი მაღაზიასთან იყო თუ სად იყო არ ვიცი არ მახსოვს და ჩაუვარე ხო მაღაზიასთან იწვა ჩაუვარე და ისეთი ლამაზი ძაღლი იყო და ველაპარაკები ახლა ამას ქართულად ბათუ რა ლამაზი ხარ შენ დაჩიპული იყო ბათუ რა ლამაზი ხარ შენ ველაპარაკები ამას და ინტერნეტში ვიდეოროლიკებში ხო ხედავთ ხანდახან ძაღლს რომ ელაპარაკებიან და ასე შვება თავს ასე ხანდახან ყურებს რო აწევს და ასე ვევწებ დაბლა ამას ამ კისელს აქ და ასე რო აკეთებენ თავს და თვალებით გაკოდებიან ასეთნაირად დაიწყო თავის მოძრაობები და თვალებში სითბო გაუჩნდა ამ ძაღლს და ადგა ფეხზე და წამოიწია ჩემსკენ ესე იგი მე მისმენდა რას ვეუბნებოდი ცხოველს ყველაფერი ესმით და არონის კითხვის წამყვანი არონის კითხვის მეორე ნაწილის განხილვას იწყებს და საქმე ეხება უცხო პლანეტარულ ჰუმანოიდებს რომლებიც ჩვენში დადიან რამდენად არიანო ისინი გავრცელებული რატომ და ხოლმე ხდებაო ისე რომ ჩვენ გვერდს აუვლითო ასეთ ხალხს და წარმოდგენას კი არ გვაქვთო რომ ისინი არიანო უცხო პლანეტელები დიახო ამბობს ეს გაეცინა სტუმარს დიახო ეს ჰუმანოიდები ცხოვრობენ ჩვენ შორის არიანო ჰიბრიდები მაგრამ ყველა მარიცისო რომ მეზობელი ყავთო უცხო პლანეტელი ამბობენო რომ დედამიწაზე ცხოვრობსო 8 მილიარდი ადამიანი მაგრამ მე
საკმარისი ინფორმაცია მაქვსო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არისო მიახლოებითი რიცხვი, მიახლოებით 8 მილიარდი, იმიტომ რომ სამოქალაქე პირები ჩემი აზრით შეადგენენ სადღაც 50,000 დედამიწის ზედაპირზე. ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც დადიანო შექმნებით ცხოვრობენ სახლებში, რომლებიც მუშაობენ, იკვებებიანო, აწარმოებენ ჩვეულებრივ რეალურ ცხოვრებას. მაგრამ ყველა ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიანო, გინდა იჯერეთ, გინდა რაო. და თუ თქვენ შეგიძლიათო 30 მილიონ ამერიკელ მოსახლეობას უთათვალოთო, თქვენ შეგიძლიათო იმ 50,000 თუ 50 მილიონს ალბათ 50 მილიონს უთათვალოთო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის ძნელი, რადგან დღეს ისეთი ტექნოლოგიებია განვითარებული, რომ ყველას ერთდროულად მიხედავ. ადრე ასეთი არ იყო. ადრე და ახლა შენ ნებართვა უნდა გქონდეს, რომ ეს გააკეთო. იმისთვის, რომ მოფრინდე დედამიწაზე, შენ უნდა გაიარო შემოწმება, შემდეგაც, როდესაც დედამიწას დატოვებ. ახლა შენ ვერ შეძლევ უბრალოდ მოსვლას და წასვლას, როგორც შემოგინდება ნებართვის გარეშე. ეს არ არის ხუმრობა. ჩვენ ყავს ტრები, რომლებსაც აქ მოხვედრა უნდა. ჩვენ ხო არ ვიცით, რომ ჩვენ რის გაკეთებას აპირებო. ჩვენ არ ვიცით, რომ ჩვენ რა ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობო. ასე რომ შენ თუ ჯერ აქ არ ხარო, მაგრამ გინდაო მოსვლა, განაცხადი უნდა შეავსო. და შენ არ შეგიძლიაო ჩვეულებრივად მოფრინდეო, ატმოსფეროს გავლით დაიშოვო დედამიწაზე თქვაო, მე აქ ვარო. მასე არ გამოვაო. აქ მრავალი სახეობაო, რომლებიც ამას ეთანხმებაო და ემას უწოდებენო შეთანხმებას. მე არ ვიცი, რა შემდებარეობსო ამ შეთანხმების აზრი. შინაარს, მაგრამ ის გაერთიანებულ კომიტეტთან, შტაბების მეთაურთან, ეს შტაბების მეთაური მართავს ყველა შტაბ-ბინებს ჯგუფ M12-ისა კოლორად სპრინგში, მათთვის ვინც არ არის საქმის ყურში, მთა აუ დამაგისდა აქანე შეცდომითა დაწერილი. მთა შატიო თუ შახტ დამაგისდა სახელი თქვენს გავს მაგთა განაგონარი. ასეთი მისტიკური მთა არის, შუთი იწყება და ამ მთის სიღრმეში სადღაც 1,5 სქვეშ იყოფება ერთ-ერთი MG-ს დაჯგუფება MG-ს შტაბ-ბინა დაჯგუფება ხო საშტატო ბინა დაჯგუფება M1-ისთვის. იქვე არის განლაგებული სტრატეგიული კოსმოსური მეთაურობა და ის აკონტროლებს ყველაფერს, რის შესახებ მე თქვენ ახლა მოგიყევითო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი ფარგლებს მიღმა, მათ აქვენ გაყოფილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პაინკ პიერ, ადმარნერი, ინგლისი, მანტა, ნიუ-იორკი. ისინი არიან ჩვენ შორის, მაგრამ ჩვენ საქმეებში არ ერევიან და ამ ხალხს არ ესმისო, რატომ აღწერებენო პანიკას ხალხში, იმისთვის რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ თითქოს რომ უცხოპლანეტელები წარმოადგენენ საფრთხეს.
მაგრამ ეს უცხოპარენტელები საშიშროებას არ წარმოადგენენ. ისინი ჩვენ შორის დადიან, გამოიყურებიან ნორმალურად, არავის უშლიან ხელს, არაფერ ცულს არ აკეთებენ. თუ მაგალითად კი არისო გამონაკლისი მათ შორის და ეს მოღალატეები, ამ მოღალატეებმა ძალიან ბევრი საქმე გააფუჭესო. მაგრამ ხალხი ფიქრობს, რომ ცუდი ჩვენ შორისაც არის ცუდი ზაკარგი და ხალხი ფიქრობს, რადგან ისინი უცხოპარენტელები არიან, ესე იგი ცუდები არიან. და ისინი რატომ და გავდნენ ჩვენო? ხო? ადამიანებმა კომენტარებში მე მომკლესო იმის გამო, რომ მოვყევიო ერთ პიროვნებაზე, რომლის სიმაღლე იყო 9 ფუტი და 11 დიუმი. რადგან მას ეწვა ისივე ტანსაცმელი, როგორც ჩვენ გვაცვიაო. მე არ ვიცი მაგი ამ ტანსაცმელს სატყიდულობსო. ალბათ მაღალი ადამიანების მაღაზიაში. თუ მაგათმა იციან ხომალდების აშენება, ტანსაცმელების კერვა, მათ არ ჭირდებათ ესე იგი ტანსაცმლის ძიება, ხო? თუ თქვენ მეგზავრებით საიდუმლო მისიაში ერაყში ცელეუში თქვენ ხარ მოგიძებნია ჰავაის პერანგებს და მაკასინებს. არამედ თქვენ დაიხურავთ კეპკას, აიღებთ ჩემოდანს, რომელშიც გიწყვიათ სამთავრო ტანსაცმელი და თქვენ აქ ჭირდებათ ხალხში გარევა მხოლოდ. თუ თქვენ ასეთი მაღალი ხართ, თქვენ მოგიწევთ მაქნით გზავრობა და სადაც კი წასულიყავით, თუ არ გამოხვალთ რასაკვირველია მაქნიდან, ისიც მხოლოდ ღამით, როდესაც არავინ ხედავთ, შორიდან თქვენ მიგიღებენ, შორიდან ეგონებათ, რომ თქვენ ხართ ტურისტი, ჩვეულებრივი ტურისტი. ან გავხართ ჩემი მეზობელს და საიდუმლო მისიებში თავისუფლად შეუძლიათ სახის შეცვლა, თავისუფლად. მე მაქვსო ნანახი მტკიცებულებები ერთ-ერთი მიმართო, ის იყო ჰიბრიდი და ეს იყო ნებადართული, ეს არ იყო აქ, ეს იყო საზღვრის გაღმა, მე მგონი ბრიტანეთის პარლამენტში, მე არ მახსოვს იყო ის პრემიერ-მინისტრი თუ არაო, მაგრამ ის იყო პარლამენტის წევრი, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი სინამდვილეში, მე ამის შესაქმე მისთვის არ მომიყოლიაო, მაგრამ ის იყო ჰიბრიდი, ისინი საქმის ყურშია, ისინი ვინც დაკავშირებულია ვოლფის კომიტეტთან, ნებადართეს მას ეს გაეკეთებია, იმიტომ რომ მათ ჭირდებოდათ წარმომადგენელი ბრიტანეთის პარლამენტში, იმიტომ მაგათმა ეს კაცი, ეს ჰიბრიდი იქ გააგზავნეს და დააყენეს ნაწილი პარლამენტისა, ასე რომ არიან სხვებიც. უბრალოდ მე ამ ადამიანზე ეს ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც დოსია ნახე. ჩინეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე კულისებს მიღმა და არჩევენ თუ ვინ უნდა დანიშნონ ამა თუ იმ თანამდებობაზე. როგორ გონია თქვენ? ზელენსკი ორჯერ შეცვალეს, პუტინს ყავს 2 თუ 3 ორეული. ნამდვილი პუტინი გვტარია, ნამდვილი ზელენსკი გვტარია. და იცით რა, არ გაგეცინოთ და მე არ გამიკვირდება თუ ეს სააკაშვილი, რომელიც ჩუმად ჩამოვიდა საქართველოში და მე დააპატიმრეს, მისი ორეული არ იქნება. არ გამიკვირდება. თუ იქნება უпроსტად მისი ორეული. არ გამიკვირდება და მაქვს ნათქვამ ისიც, რომ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოში, საქართველოს დონეზეც არიან უკვე ორეულები და კლონები. მაგრამ ამას აქ ღიად ვერავინ იტყვის. არ გამიკვირდება. როდესაც ეს თუ ის პიროვნება არ ემორჩილება იმათ და საქმე მიყავთ იქითკენ, რომ ომი უნდა წამოიწყონ,
ხო, ან არეულობები შემოიტანონ თავიანთ ქვეყანაში, მას ანეიტრალებენ. ამას არ აკეთებენ სახალხოდ სანახავად, ამას აკეთებენ ჩუმად. თუ შეუძლია თქვენ ღამით ძილში რომ ხართ ისე აგიყვანო, წაგიყვანონ და შემდეგ ისე მოგაბრუნონ და თქვენ აგძელებთ ძილსა დილას იხვიძეთ ჩვეულებრივად. რატომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება თანამდებობის პირებთან დაკავშირებით? როგორ გონია თქვენ? შეუძლიათ და როგორ შეუძლიათ მერე? საერთოდ სიზმრათაც არ დაგესიზმრებათ, ისე შეუძლიათ. ხალხო, დღეს ყველაფერია შესაძლებელი. არ გაგიკვირდეთ თუ ამას გაიგებთ და არ შეგეშინდეთ. და მთელი სოფლიოს მასშტაბით ასეთი შეგზანილი ადამიანები არსებობს 10 და 15-მდე. მაგრამ ეს მე როგორც ვიცი, შეიძლება მეტიც არსებობდეს. მე ვარ მოწმე იმისი თუ ეს როგორ ხდებოდაო 90-იან წლებში. ხო, ვინც იცის ამის შესახებ, ალბათ ისინი მეტ რიცხვს იწვიანო. ხო, წამყვანი ერთ-ერთი წამყვანი ეუბნება, მოდით კიდევ ერთი შეკითხვა და ამით დავამთავრებთო. თქვენ ახსენეთო და მე მესმოდა თქვენ ამის შესახებ როგორ თქვითო, რომ რეპტილოიდები ქმნიან ადამიანების კლონებს, ან და მაგ სტილში რაღაცას, ხო? ხოლმე მოყვებით ამის შესახებ დაწვრილებით. და რამდენად არის გავრცელებული ადამიანების კლონირება საზოგადოების თვალსაზრისით. ეს ძალიან საინტერესოა. სტუმარი პასუხობს, რომ არავინ არ ახდენს ადამიანების კლონირებას იმაზე მეტად, რამდენიც არის საჭირო. მაგალითად, აი ჩვენი დაჯგუფება, ჩვენი შეიძლება ითქვას სააგენტო MK12, რომელსაც ხელმძღვანელობს ის მაღალი უცხო პლანეტელი, რომლის სადაც ის ყავდა სტუმრად იმ ვინც ფოტო გადაიღო, იმ კაც ფოტოზე რომ უცხო პლანეტელი გამოსახა. ეს უცხო პლანეტელი კიდევ შეგახსენებთ, რომ ის უცხო პლანეტელი ხელმძღვანელობს ამ პროგრამის მთელი სოფლიოს მასშტაბით, რომელიც მიეკუთვნება MK12-ს. და ეს დაჯგუფება, ეს სააგენტო MK12 კლონირებას უკეთებს იმდენ ხალხს, რამდენი სჭირდება. ისინი აგრეთვე ამ ხალხს, ამ კლონირებულ ხალხს იყენებენ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში სუპერჯარისკაცების შესაქმნელად. ამის შესახებ ბევრი აქვს ნათქვამი ისმაილ პერესად და კიდევ ერთ სტუმარს, არ მახსოვს სახელი და გვარი. ისინი ქმნიან ამ სუპერჯარისკაცებს 93 წლიდან. 94 წლიდან. ხო, გონი 94 წლიდანო და ადამიანური კლონები იყვნენ აგრეთვე ატლანტიდაში. შემდეგ მათ მისცენონ ნებართვა და ართესონება გამოიყენებინათო ადამიანური კლონები, როგორც მუშები, მონები და ასე შემდეგ, რადგან ამაში არაფერს ცუდს არ ხედავდნენ, მაგრამ ისინი ამ კლონირებულ ხალხს შეზღუდულ რაოდენობით უშვებდნენ. გაიხსენეთ რამდენიმე ფილმის სერიიდან მილა იოვოვიჩი რომ მონაწილეობს ბოროტების სავანე. მაგის სხვა ფილმებიც არსებობს ამ ბოროტების სავანის. მე ყველა მას ნაყურები, ყველა ამ ბოროტების სავანის ყველა ნაწილი. წარღვნის შემდეგ რეპტილოიდები აღშერჩერებულან, ისინი ისე მიწისქვეშ არიან და იმიტომ იწვის მთელი ტუნელები ამერიკის ტერიტორიაზე, რადგან მათ ანადგურებენ ხო, ნუ მოყვა იმან, რომ თავის დროზე კი იყვნენ რეპტილოიდები, შემდეგ ნაცისტები
ანტარქტიდის მიწის ქვეშ, ყინულების ქვეშ ეს ბერლინი დიდი ხანია არ არსებობს, ასე რომ ნაცისტები არც იქ არის დღეს და საერთოდ ჩვენ სამყაროში შავი ფლოტი განადგურებულია და ყველა დაპატიმრებულია. ამჟამათო შავი ფლოტი არ არსებობსო ჩვენ სამყაროში. შეიძლება შემორჩა დულსეში და 28 ბაზაში. მაგრამ რა უნდა გაგიკვირდეს ნაცისტების და დრაკონიელების, ანუ იგივე რეპტილოიდების თუ რასაც ისინი აკეთებდნენო, იგივეს ვაკეთებდო ჩვენ და რა უნდა გაგიკვირდეთო, ხო? ეს იგივეა, მაგალითად მე შევარდიო თქვენი მეზობლის სახლში, წავართ მისი სეფი გავტეხო, მოვიპარო $10,000, შემდეგ გამოვიძახო პოლიცია და დავიჭირო ის ვინც მოიპარა ეს $10,000. ამას ჩამოგავსო, ასე გაკეთება არ შეიძლებაო, ეს არის დამაგწა სიტყვა, ლიციმერია რუსულად. მაპატიეთ დამავიწყდა სიტყვა. ნუ აფერისტობა და ამდაგვარი რა. ერთ-ერთი წამყვანი ეკითხება, რომ მე საიდუმლო დოკუმენტებში წავიკითხეო ერთი ფაილი, რომელიც აღწერდაო სროლას 1969 წელს ტურში, ქალაქ ტურში. იქ დაწვრილებით ყვებოდნენ იმის შესახებ, რაც იხდებოდაო იმ დღესო აჯახდნენო ექიმები და მეცნიერები და თან მოიტანესო იარაღი. ამას არანაირი საქმე კავშირი არ ქონდა უცხო პლანეტელებთან, იმათ გარდა ვინც მუშაობდაო იქ და აღმოჩნდნენო ამ კონფლიქტში ჩათრეული. ისინი იტაცებდნენო ხალხს, რომელთაც ართმევდა მათ დელტა ნაციონალური საჯაშუშო მმართველობის განაყოფი, რომლებიც გავდნენ ადამიანებს შავში ჩაცმულს, ისინი იყენებდნენ ფალსიფიცირებულ გადაცემებს უცხო პლანეტელები თითქოს და ხალხი გაიტაცა უცხო პლანეტელებმა და აგრეთვე იყენებდნენ სასწრაფოს ავტომობილებს ადამიანების გასატაცებლად და ჩვენ ამას წამყვანი ამბობს და ჩვენ თვითონ ვიტაცებდითო ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს და ვაბრალებდითო შემდეგ სხვადასხვა უცხო პლანეტელებს. ჩვენ ეს ხალხი მოყავდაო ჩვენ ბაზებზე წამას უკეთებდითო რომ არ განძრეულიყვნენო, ვაჯერდითო მათ გალიევში ჩვენ იქაურყოფ მეცნიერებს და ექიმებს ინსტრუქციებს უკეთებდითო რომ და მათ ვაჯერებდითო რომ ესენი იყვნენო ფსიქიატრული სამონტყოფოს პაციენტებიო. მაგრამ მე მათი ერთი სიტყვისას ავჯეროდა. ისინი იყურებიან ჩვენ ვცდილობთ მათ წამებას. იცით რა, მათ აქვთ ნებართვა თავრობისგან, რადგან ჩვენ ვიყოფებით სამთავრობო ობიექტზე, ესე იგი აქვთ ნებართვა ეს წამება ჩაატარონ, ხო? თუ ისინი მოხდებიან ესე იგი საერთო საქმის საკალთდღეოდ. მათ უერთებდნენ ფრთებს. ადამიანი мотылёк, человек мотылёк. პეპელა ხომ იცით? ცეცხლის გარშემო რომ ტრიალებს. მაგათ რუსულად ქვია мотылёк. ადამიანი პეპელა. ეს ის არის, ვინც გაიქცა ერთ-ერთი ასეთი საექსპერიმენტო ნიმუში მათ გაიქცათ. ადამიანი პეპელა. ეს იყო
ფრთებიანი არსება ადამიანებს უკეთებდნენ, უმაგრებდნენ შავ ფერ ფრთებს და საყურებლად სასტაური იყო, როდესაც ისინი ამთავრებდნენ ექსპერიმენტს გატაცებულ ადამიანზე, მათ უერთებდნენ ამ ფრთებს და აგრეთვე უტარებდნენ ექსპერიმენტს, შეეძლო თუ არა ამ ადამიან პეპელას ფრენა, გადარჩებოდა თუ არა და როდესაც მას მოუჭრიდნენ კიდურს, ერთ-ერთ კიდურს და შეცვლიან ამ კიდურს რეპტილიის კიდურზე, ეს კიდურები თუ ამ კიდურს თუ მიიღებდა მისი ორგანიზმი, აგრეთვე ადამიანის სხეულს უკეთებდნენ მაიმუნის თავის გადანერგვას ადამიანის სხეულზე. ისინი აწარმოებდნენ კოშმარულ რაღაცეებს, კოშმარულ ექსპერიმენტებს და როდესაც ამთავრებდნენ ამ ექსპერიმენტებს, სხეულს ანაკუწებდნენ, ხელებს დებდნენ ქვაბში, ფეხებს დებდნენ ამ სხეულში, თავს დებდნენ ამ სხეულში, ანუ გადაადგილებას უკეთებდნენ სხეულების ნაწილებს, დამატებით უკერავდნენ დამატებით კიდურებს, რომლებსაც თვითონ ქმნიდნენ. შემდეგ ისინი იძახებდნენ ერთს, ანუ იმ ადამიანის ნაწილებს, რომლებიც არ სჭირდებოდათ, დებდნენ სპეციალურ ქვაბში. და რისთვის იყო ეს ქვაბი გაკუთვნილი, ახლა გეტყვით. როდესაც ამთავრებდნენ როდესაც დაუშვათ შექმნეს დამატებითი კიდურები და დარჩენილი კიდურები იყო ზედმეტი იყო, იმათაც ქვაბში უშვებდნენ სპეციალურ ქვაბში. შემდეგ გამოიძახებდნენ ერთის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მას გაეცალერებინა ის ქვაბი. ანუ ის წარმომადგენლები, რომლებიც გამოიძახენ, ჭამდნენ ადამიანებს და ისინი მათ იძახდნენ იმიტომ, რომ მათ შეჭამათ ის ნარჩენები ადამიანების კიდურებისა და არასაჭირო თავისა თუ რაღაც ნაწილებისა და ასე აქრობდნენ დამამტკიცებელ საბუთებს. დამამტკიცებელი, რომ იქ ოდესღაც იყო ადამიანის სხეულის რაღაც ნაწილი, ხო? ამ გამოძახებულ უცხო პლანეტელს შეიძლება ეს რეპტილოიდი იყოს, რომელიღაც წარმომადგენელი ისეთი უცხო პლანეტელისა, მე ვფიქრობ, რომ უფრო რეპტილოიდები იყო, იმიტომ რომ ისინი ჭამდნენ ადამიანს. ამ რეპტილოიდს ეს ქვაბი მიქონდა. ეს ქვაბი მიქონდა. ადგილზე კი არ ჭამდნენ, თურმე მიქონდათ ეს ქვაბი თან. ეს იყო სიგიჟე, უბრალოდ სიგიჟე. და ჩვენ ამას დაჯერებაც არ მინდა, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებდითო. ჩვენ მართლა გვაქვს საიდუმლო საბუთები, რომლებშიც წერიაო ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე, რომლებსაც იტაცებდნენ და იქ რომ მომშავე პერსონალს ატყვევდნენ, შემდეგ ამ ადამიანებს ანაკუწებდნენ და საჭმელად აძლევდნენ ამ რეპტილოიდებს. ჩვენ თუ ასე ვიქცევით, რას გვიზამეთ ჩვენ ნაცისტები? რომლებიც იმყოფებიან რეპტილოიდების ბაზაზე. რას გვიზამე? ხო, მაგალითათო, კიდევ უმეტეს სტუმარი არიანო ალტარიანელები, რომლებაც შექმნესო
W56 ბაზა. მათ არ უყვართ ისინი არ ეკავენ საქმეს სამთავრობო წარმომადგენლებთან, ისინი უფრო კონტაქტობენო მოსახლეობასთანო, უფრო ევროპაში და ასე შემდეგ, უფრო ისინი არიან იქა, მათ აქვთ ატლანტიური ზღვის სანაპირო, მათ აქვთ წელი წყლის ქვეშა ბაზა და ისინი ხშირად კონტაქტობენ მოსახლეობასთან. ბევრი მათგანი რეალურად დადის ხალხში. ისინი არიან სრულიად შიშველი, ნახევრად გამჭვირვალე კოსტუმებში, რომლებშიც ისინი ჩარლარიან არა იმათაც შეთა კოსტუმი, მაგრამ კოსტუმი იმდენად გამჭვირვალე არისო, რომ ჩანსო, რომ ისინი შიშვლები არიანო. მათგან გამოდის რაღაც სითბო, ისინი ჩვენ არასდროს გვიტაცებენო, უბრალოდ ხომალდში გვპატიჟებენო, გვესაუბრებიანო, გვიყვებიანო რაღაცას, შემდეგ გვიშვებენო. მაგალითად სერპო არის ასეთი წარმომადგენლობა უცხოპლანეტელი რასებისა, რომელსაც უწოდებენ სერპო, ყველაზე კეთილგანწყობილი რასა, ცნობილი galaktikიდან, მათ პლანეტაზე დამნაშავეობა არ არის, რადგან მათ თავშიც კი არ მოუვათ ზიანი მიაყენონ სხვა ადამიანებს. ისინი არიან ძალიან კეთილგანწყობილები. როგორც მე ვთქვი, ამ წარმომადგენლობამ სერპო დაწერა ახალი აღთქმა და გადმოგცა იგი ჩვენ. მაგათმა სერპომ მოახდინაო მარიას განაყოფიერება. ხო, ეს ამას ამბობს, მაგრამ მე ვიცი კიდე სხვა ვარიანტი. კარგი, ამაზე არ ამყოფის დაზუსტებით არამედ ის მინ გააკეთა, მაგრამ მაინც და მაგათმა თავის პლანეტაზე შექმნეს ჩვენი ქრისტიანული რელიგიის მაგვარი, რომელიც არსებობდა იქ. ისინი არიან ცოტა მეამიტები, მათ უყვართ ჩვენი სწავლება, ისინი აქ არიან როგორც დევნილები და არ უნდათ რომ ისინი გააგდონ MJ1-დან. და როდესაც სიმინდის ყანებზე რაღაც ნახატებს ტოვებენ, ეს მათ აბრაზებს. არიან ყავთ მაგათ წევრები, რომლებიც არ უჯერენ მათ და ჩვენ გვეხმარებიან ჩუმად, მაგრამ ასეთები ცოტა არიან, ისინი იმყოფებიან კონტროლის ქვეშ და უგზავნიან ჩვენ რაღაც ინფორმაცია მოგვაწოდონ დიდი დოზით. ისინი უბრალოდ დაესწრებიან მოლაპარაკების მაგიდას. რომ მათ შეუერთდე ორ კრიტერიუმს უნდა ექვემდებარებოდე. ჩვენ ვიყენებთ მათ ემბლემას ხომალდებზე, რომლებსაც ვაჩვენებთ 90-იანი წლებიდან. ისინი კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ თქვენ მათ ვერ შევერთდებით თუ არ იყოთ ვარც ატომურ შეერაღებაზე და საზღვრებზე, რომლებიც აცალკევებს ბევრ სახელმწიფოს და ხალხს. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ MDG უნდა ახალი სოფლიო წესრიგი დაამყაროს, ერთიანი სოფლიო მართლობისგან განსხვავებით,
მაგივრად, აი ამაშია პრობლემა. ლირიანელები აგრეთვე მაღალი ხო, ამაზე ისრაელ პრესიც ამბობდა, არიან ისეთი წარმომადგენლები, მაღალი სიმაღლისა თეთრები, არა კეთილად განწყობილები და მათ კანს თუ შეხები მოგდებით. მათ არ უყვართ, როდესაც მათ ეხებიან. ისინი არ არიან კეთილად განწყობილი, ისინი უბრალოდ აქ არ იმყოფებიან და მუშაობენ. მუშაობენ და მუშაობენ. ხო, არის კიდე ასეთი რაღაც, რაც ცნობიერების გაწმენდა. ხო, არის ასეთი ტექნოლოგია, რომ მეხსიერებას იბლოკავენ. კარგი, ეს რამალე ხო თავდება ესეც. 1:51 აწერია. მიცადეთ. კარგით, მე ალბათ ამით დავამთავრებ ჩემ ვიდეოს. მადლობთ ყურადღებისთვის. მოვალ შეხვედრამდე.